საქართველოში მოხმარებული 10 ნიორიდან 8 ჩინურია. მოკლედ დავიწყოთ. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დღეს აგროსტატი გვექნება ნიორის შესახებ. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დავიწყოთ. რამდენია ნიორის მოხმარება საქართველოში და ვაკმაყოფილებთ თუ არა ადგილობრივი წარმოებით საკუთარ მოთხოვნას. 2025 წლის მონაცემებით საქართველოში მოვიხმარეთ დაახლოებით 6400 ტონა ნიორი, საიდანაც 80% იმპორტირებულია. საშუალო მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში დაახლოებით 1,7 კილოგრამია, რაც ჩინეთში 14, ხოლო ესპანეთში 2,4 კილოგრამში. 2025 წლის ჯამური იმპორტის სტატისტიკის მიხედვით 77% შემოვიტანეთ ჩინეთიდან, 16 ყაზახეთიდან, ხოლო დანარჩენი 7% აზიის სხვა ქვეყნებიდან. სოფლიოში ყოველი 10 ნიორიდან 7 ჩინურია, საქართველოში 8. რა ღირს 1 კილოგრამი ნიორის სავაჭრო ქსელში? დღევანდელი მონაცემებით 1 კილოგრამი ნიორის საცალო სარეალიზაციო ფასი მარკეტებში არის 6 ლარი და 95 თეთრი. ხოლო საბითუმოდ ფერმერისგან ასაღები ფასი დაახლოებით 4 ლარის ფარგლებშია. გამოდის, რომ ფერმერ შეუძლია მიიღოს დაახლოებით 2 ლარის საოპერაციო მოგება, რაც სხვა კულტურებთან შედარებით საკმაოდ კარგი მარჟაა. თუმცა აქაც ისევე როგორც ყველა ერთწლიან კულტურებში არსებობს ძალიან მაღალი რისკები, რომელმაც შეიძლება ეს მოგება შეჭამოს და ასევე იყოს წლიდან წლამდე არასტაბილური. რა ფასად შემოდის იმპორტი? 1 კილოგრამი ნიორის საიმპორტო ფასია 1 დოლარი და 30 ცენტი საზღვრამდე, რაც დაახლოებით 3,54 ლარია. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით ნიორი იბეგრება 0%-იანი საბაჟო ტარიფი და ემატება 18%-იანი დეგეგი. ანუ საბოლოოდ რომ გამოვიყვანოთ, გამოდის 4 ლარი და 17 თეთრი, რაც საქართველოში ფერმერთან ასაღებ ფასთან შედარებადია. ამას ორივე შემთხვევაში ემატება იმპორტიორის ან ადგილობრივზე მებითუმე გადამყიდველის მარჟა დაახლოებით 25% და საცალო ქსელის დაახლოებით 20%-იანი მარჟა. საბოლოოდ გამოდის 6 ლარი და 95 თეთრი საცალო გასაყიდი ფასი. ბოლო წლები გვიჩვენებს, რომ ჩინური იმპორტის ფასი დასტაბილურებულია და დიდად არ იცვლება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ იმპორტის ფასი შენარჩუნდება 4 ლარიან ნიშნულზე, საშუალო დათვლილი ადგილობრივი ნიორის თვითღირებულება კონკურენტუნარიანი იქნება. მაშინ რატო ვერ ვაწარმოებთ და ვამარაგებთ ჩვენს ბაზარს ადგილობრივი ნიორით? პასუხი მარტივია, რადგან არ გვაქვს განვითარებული სრული საწარმოო ჯაჭვი. ანუ მარტივად რომ თქვა, სეზონზე მოყვავს ნიორი, ძელვადიან პერიოდში ვერ ვინახავთ, რადგან არ გვაქვს განვითარებული შესაბამისი საშრობი და სასაწყობე მეურნეობები. ამიტომ ვცდილობთ ბაზარს რაც შეიძლება მალე მივაწოდოთ, მოვიშოროთ, რადგან გვიფუჭდება. ამით ასევე ვაჩენთ ჭარბ მიწოდებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასის ვარდნა და ამით საკუთარ თავსაც ვაზიანებთ და ზოგადად ამ სექტორსაც. ამიტომ ჩინური იმპორტი მარტივად ანაცვლებს ადგილობრივ წარმოებას და უზრუნველყოფს მთელი წელი სტაბილურ მომარაგებას. როგორ გახდა ჩინეთი ნიორის მსხვილი იმპორტიორი? ჩინეთი დაახლოებით მსოფლიო მოთხოვნის 70%-ს ამარაგებს. ჩინეთში არსებობს სპეციალური ნიორის რეგიონები, სადაც აწყობილია სრული საწარმოო ჯაჭვი. ასევე სიახლოვე პორტებთან აადვილებს ლოჯისტიკას და ამცირებს ხარჯებს. გარდა ამისა, სახელმწიფო მეთოდურად განავითარა და აწყო ჩინური ნიორის ეს ინდუსტრია, ამიტომ მსოფლიოში მოხმარებული 10 ნიორიდან დაახლოებით 7 ჩინეთშია მოყვანილი. რა უნდა გავაკეთოთ იმპორტის ჩასანაცვლებლად და ადგილობრივი წარმოების გასაზრდელად? სანამ გამოსავალზე ვისაუბრებთ, მანამდე უნდა დავსვათ კითხვა, გვინდა თუ არა, როგორც ქვეყანამ ვაწარმოოთ ნიორი, თუ სხვა კულტურებზე გავაკეთოთ აქცენტი. თუ პასუხია კი, საჭიროა დავიწყოთ სრული ჯაჭვის განვითარება, რაც მოიცავს სათესლე მასალას, თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების დანერგვას, შემდეგ მოსავლის სწორად აღებას, შრობას, შენახვას და რეალიზაციას. მოკლედ იმისათვის, რომ ჩვენივე მოთხოვნა სრულად დავაკმაყოფილოთ, გვჭირდება 500 ჰექტარზე ნიორის კულტივაცია თანამედროვე ტექნიკის და ტექნოლოგიების გამოყენებით. მოკლედ ეს რეალურად შეიძლება სულ რამდენიმე ათეული ფერმერი იყოს, ვისთვისაც ნიორი ძირითადი ბიზნესი იქნება. მოკლედ მეგობრებო, დაგვიწერეთ კომენტარებში თუ გქონიათ შეხება ამ სფეროსთან და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები. ასევე გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო. ეს ახლა ჩინური ნიორია? გავსინჯო? არა, ქართულს არაფერი არ ჯობია რა. ეგ არის რა, გათიში. რა ცუდი არის. საშინელებაა.